მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვნახავთ, როგორ დავარეგისტრიროთ სალარო პროგრამაში, რათა მოლარემ შეძლოს საქონლის რეალიზაცია. ამისთვის პოს მენიუდან გადავდივართ ჩანართში საცნობარო და ვირჩევთ სალაროების ნუსხას. ახალი სალაროს რეგისტრაცია შეგიძლიათ ფორმის ზედა მარცხენა კუთხეში არსებული დამატების ღილაკით. ახლა კი დეტალურად გავიაროთ ის ჩანართები, რომლებიც რეგისტრაციისას უნდა შეავსოთ. მთავარ ჩანართში ვუთითებთ ძირითად პარამეტრებს. სალარო. აქ ვირჩევთ ფინანსურ ანგარიშს, რომელზეც უნდა აისახოს ნაღდი ფულის მოძრაობა. საწყობი. ირჩევთ იმ საწყობს, საიდანაც უნდა მოხდეს გაყიდვები. კომპიუტერი. აქ იწერება იმ კომპიუტერის სახელი, რომლიდანაც წარიმართება რეალიზაციის პროცესი. თუ გაყიდვები უნდა მოხდეს იმ მოწყობილობიდან, რომლიდანაც არეგისტრირებთ სალაროს, ღილაკით ჩემი კომპიუტერი სისტემა თავად იპოვის და ჩაწერს თქვენი მოწყობილობის სახელს. სხვა შემთხვევაში შეიყვანეთ სალაროს კომპიუტერის სახელი. აღნიშნული მონაცემის ნახვა შეგიძლიათ სალაროს კომპიუტერში ინფინათის პროგრამის ჩართვის შემდეგ, ფორმის ქვედა მარცხენა კუთხეში. საბანკო ანგარიშების ფორმაში ირჩევთ ბანკს უნაღდო ანგარიშწორებისთვის. თითოეულ ბანკზე მიუთითეთ შესაბამისი ფინანსური ანგარიში. თუ უნაღდო ანგარიშწორებისთვის იყენებთ ბანკის ტერმინალებს, რომლებიც პროგრამასთან უნდა იყოს ინტეგრირებული, უნდა შეავსოთ ტერმინალ ID და ID პორტი. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას განვიხილავთ სხვა ვიდეოში, რომლის ბმულიც აღწერაში შეგიძლიათ იხილოთ. ასევე, თუ სალარო აპარატიც ინტეგრირებულია პროგრამებთან, უნდა გადახვიდეთ ინვენტარის ჩანართზე და სალარო აპარატის მოდელში მიუთითეთ შესაბამისი მოდელი. აღნიშნულზეც შეგიძლიათ აღწერაში იხილოთ ვიდეოს ბმული. ჩანართი ანგარიშწორება. აქ უნდა მონიშნოთ გადახდის ყველა ის მეთოდი, რომლითაც მოლარემ უნდა იმუშაოს. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ძირითადი მეთოდი, რომელიც ავტომატურად იქნება მითითებული გაყიდვის დროს. დააკლიკეთ შენახვას და ამით სალაროს რეგისტრაცია დასრულებულია. რაც შეეხება ფორმაში არსებულ სხვა პარამეტრებს, გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის დოკუმენტაციას. ლინკი ვიდეოს აღწერაში იქნება მოცემული. მადლობა რომ გაეცანით ვიდეოს. გისურვებთ წარმატებებს.